მე და რა ამბავი უნდა გაგიზიაროთ ახლა, ნამდვილი სასწაული ამბავი. ესე იგი, ჩემო ექიმებო, ვოგის სტატიების ერთ-ერთმა ავტორმა საკუთარი გამოცდილება გაუზიარა თავის კითხველს. და აი აქ ახლა მომისმინეთ, როგორი დასათაურებად წაუძღვანია თავის სტატიას. ChatGPT დაორსულებაში დამეხმარა. არა, მაგრამ სათაური შეარჩია ალბათ ეხლა რაღაც. ხო, რაღაც ინტრიგა ჩადო, ხო, იმაში რომ საკითხვადი გავხდარიყო. ნუ ესეც იქნებოდა ხა პროფესია შესაბამისი აქ, მაგრამ ამბავი მართლა ამაზეა. სტატიას მართლა ამაზეა. ნუ საკუთარი ვინაობა არ გაამხილა ასე, მაგრამ მოყვა თავის ამბავს. ციგე 34 წლის ქალბატონია, არის დაოჯახებული და საკმაოდ ხანგრძლივი მცდელობის შემდეგ, რომ დაორსულებულიყო, რა თქმა უნდა, არ მოხდა ეს ამბავი და რა თქმა უნდა, სანამ ამ პროცესში იმყოფებოდა, არაერთი დავუშვათ აპლიკაცია გამოიყენა, სადაც შეიძლება ოვულაცია დაითვალოს, არაერთი ხერხი მოიძია და მიმართა, მაგრამ შედეგი არ დადგა. შემდეგ მიმართა ChatGPT-ს. და ეს რჩევა მისცა, რა უნდა გაიგეთებინა? აბა ხო არ დააორსულებდა. ნუ გამოვრიცხავთ, ყოველ შემთხვევაში მომავალში, ცოტა უფრო შემდგომ ეტაპზე. არა, ნუ ხო არის საღლიცინო თემა არის, არ მეკურსო თქვენს გეცინებათ, მეც რაღაცა ძალიან სასაცილოდ მივიჩნევა ყველას. ასე იყო ეს ქალიც, თავიდან ისიც ესე ღლიცინით კონტაქტ ამ ChatGPT-ს, თუმცა აი ესე ნელ-ნელა საუბარში რაღაცები გამოიკვეთა. თან პარალელურად მეგობრებს უყვებოდა, თქვენ რა ქენით, თქვენ როგორ დაურსულდითო, მეც გამომივიდეს. ნუ იმათ მოუჩიეს რაღაცა ტესტები, ოვულაციის ტესტებიც ყოფილა არ ვიცოდი. ეს ტესტი ურჩიეს. და ასევე ურჩიეს ხშირი სექსი და უშუალოდ კვირაში 5 დღეო. არ უთხრა ექიმთან მიდიო? არა, ხშირი სექსიო. ნუ ხო, თეორიულად პროცენტობას ზდის შანსს, კი ბატონო. მაგრამ რამდენად მოხერხებადია ახლა ასეთი სიხშირით არსება, მით უმეტეს ამ ქალბატონის ქმარის ძალიან ხშირად ყოფილა მივლინებაში. ამიტომ ეს ცოტა ისეთი რჩევა იყო, რომელსაც მაინც და მაინც ვერ გამოიყენებდა. შემდეგ ეს ყველაფერი რომ შესჩივლა ChatGPT-ს, მან უთხრა, რომ კონკრეტული ჰორმონალური ანალიზები გაეკეთებინა შარდის დახმარებით, კონკრეტულ ჰორმონებზე გამოეკვლია. თურმე ყოფილა ასეთი ერთჯერადი ჰორმონების ტესტი, სადაც იზომება და ისასრულება პროგესტერონის, ფოლიკულის მასტიმულირებელი ჰორმონის და ლუთინაიზინგ ჰორმონი. და ამ ქალბატონს, რა თქმა უნდა, შეყავდა ეს ანალიზების პასუხები, მოკლედ ძალიან ხაზზე იყვნენ, 11 დღე უნდა გაიკეთო, ესე უთხრა და დაავალა 11 დღე რეგულარულად უნდა გაიკეთო ეს ტესტებიო. და შემდეგ ამ გონიერმა ხელსაწყომ დაუთვალა მას ზუსტი დღე, როდესაც იყო მისთვის ოვულაცია, იმიტომ როგორც ირკვევა, ნაადრევი ოვულაცია ქონდა ამ ქალს, არ ჯდებოდა იმ ყველასთვის გავრცელებულ, ასე ვთქვათ, კალენდარულ ციკლში. ამიტომ ზუსტად გამოუთვალა დღე და უთხრა, რომ სადეთო. ქმარი მივლინებაში იყო თუ? გადარჩნენ სხვათა შორის, არ იყო მივლინებაში და სადეს. და 3 კვირის თავზე ამ ქალბატონმა გაიკეთა ორსულობის ტესტი უკვე, სადაც დადასტურდა მისი ორსულობა და რა ქნა ამ ქალბატონმა? დავის ქმრის მერე პირველი ChatGPT-ს ახარა, რომ ორსულად იყო. აბა, ახლა ნაშრომი იყო. აი, რატომღაც ეს ChatGPT კაცი მგონი. ამიტომ ქმრის მერე მაგას უთხრა ეს ამბავი. ექიმთან ვისულიყო და აღარ დაჭირდებოდა ChatGPT ანუ. კაი, რატო გამიუბრალო ეხა ეს ChatGPT-ს? შესაძლებლობები. ანუ ვოგის ჟურნალისტებს გაუბრალ. კი, ძალიან იმ დღეებს და იმ მომენტს. ძალიან მარტივ. ხო და ეხა რა მინდა მე გავარკვიო. ნუ გარდა იმისა, რომ არა ჩვეულებრივი ნდობა მინჩდება უკვე ამ ვიღაცის. ამ კაცის. რაღაცისაც არა. რაღაცის ამ მამაკაცის. და ამასთან ერთად მართლა მაინტერესებს, აი, რამდენად რეალურია კონკრეტული ჰორმონები და კონკრეტული რაღაცა ინფორმაციით, აი მართლა იმ დღეების, იმ მომენტის გამოთვლა, რომელიც ორსულობა შეუწყობს ხელს და მოდით, ახლა მართლა ექიმებს მივმართოთ, გავწიოთ გვერდზე ChatGPT და ვისაუბროთ ამ თემაზე ექიმებთან. პროფესორი რეპროდუქციული კლინიკა GGRC-ის კლინიკური დირექტორი ნინო მუსერიძე და გინეკოლოგი რეპროდუქტოლოგი თეა ჩარკვიანი გვერდებიან. ChatGPT ისეთ თემაზე საუბრობთ, უკვე შეგვეშინდა, რომ ჩვენ აღარ დაგჭირდებოდით ChatGPT-ს მიმართავდით პირდაპირ. ისევ ექიმები თუ გამოგექომაგებოდნენ. ვიჭი წყალი თის და შეგახსენებთ, რომ სასურველია დღეში 2-დან 2.5 ლიტრამდე წყლის დალევა. ახლა ექიმებო,
გითხარით, ამბავი რომელიც მოისმინეთ, რამდენად რეალურია? მე ვფიქრობ, რომ ალბათ რეალურია, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელ დღეს მე თვითონ ვარ მომხრე იმისა, რომ სწორად გამოვიყენოთ ChatGPT. უნდა ვიცოდეთ, რა ინფორმაცია უნდა მივიღოთ, რამდენად სარწმუნოა, იმიტომ რომ ესეც არ არის ყველაფერი სარწმუნო. შესაბამისად, კი, რა თქმა უნდა, შეიძლება ერთ პაციენტს ესე გამოუვიდეს და ეს ყველაფერი დაახოს, მაგრამ შეიძლება მეორეს არ გამოუვიდეს. ამიტომ მე ვთვლი, რომ ექიმთან მისვლა, მისი კონსულტაციის მიღება გაცილებით უფრო მარტივია, ვიდრე ყველაფერი ChatGPT-ს ვკითხოთ. ძალიან ბევრი ინფორმაცია შეიძლება არ იყოს სწორი და წაგვიყვანოს სულ სხვა გზით. ხო და ეხლა მე გადავამოწმებ ამ ChatGPT-ს ამ კაცს და გკითხავთ, მართლა არსებობს თუ არა კონკრეტული დრო, როდესაც უნდა სცადო? რა თქმა უნდა, ბევრი ტესტი არის, როგორც აღნიშნეთ, ეს საოვულაციო ტესტი, რომელიც სახლის პირობებში შეუძლია გამოიყენოს ქალს, როდესაც იწყებს მის გამოყენებას ციკლის მე-9 დღიდან, რატომ მე-9? აი ზუსტად იმიტომ, რომ ის ნაადრევი ოვულაცია არ გამოეპაროს. 11 დღე უნდა იკეთოს ეს ტესტი? უნდა იკეთოს მე-18 დღემდე მინიმუმ, იმიტომ რომ მე-9 დღიდან 11 დღიდან მე-18 დღის სწორი ყოფილა ეს ჩვენი ChatGPT და როდესაც დააფიქსირდება საოვულაციო ტესტზე 2 ხაზი, ეს ნიშნავს, რომ ელაშის პიკი მოხდა და ამას 24 საათში უნდა მოყვეს ოვულაცია. მაგრამ მოყვება თუ არ მოყვება ოვულაცია, ამას ტესტი ვერ გვეტყვის. ეს არის შეიძლება არ მოყვეს? შეიძლება არ მოყვეს. სქელი კაფსულა, თქვა, თუნდაც ფოლიკულის, რომელიც არ გასკდა ფოლიკული და თუ არ გასკდა ფოლიკული შესაბამისად, არ ამართლებს პოლიკისტოზის მქონე პაციენტებში, იმიტომ რომ იმათ თავიდანვე მაღალი აქვთ LH-ი, ანუ ეს ელაშის ჰორმონი, ალუთეინიზირებელი. ამიტომ არის რა დროს უნდა გამოიყენოს, ვინ უნდა გამოიყენოს კონტინგენტმა, ეს ერთ-ერთი. მეორე, როდესაც ჩვენ გეგმავთ ორსულობას, ახლა ყველა პაციენტს დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები არ ჭირდება და ინვიტრო განაყოფიერება, ამიტომ როდესაც სწორად შეფასდება პაციენტის მდგომარეობა, მილები გამტარი, სპერმა კარგი, ენდომეტრიუმი კარგი, როდესაც შიგნით არ არის ჰიპერპლაზია, პოლიპი და მუდმივად ხდება ოვულაცია, მაშინ შეიძლება ვუბიძგოთ გარკვეულწილად დავაკვირდეთ ფოლიკულის მონიტორინგ, ზუსტად გავუთვალოთ, როდის დგება ოვულაცია და დაუგეგმოთ დროში დაგეგმილი კონტაქტი, კოიტუს, რასაც ვეძახით. აი ძალიან ბევრი თulis როგორც გაავტომატია თქვა, რომ გავაკეთე ოვულაციის ტესტი და იცით ოვულაცია მოხდა, მას არ გადაუმოწმებია ის მოხდა თუ არა, გასკდა თუ არა ფოლიკული და ფოლიკული თუ არ გასკდება, რეალურად კვერცხუჯრედი არ გამოდის იქ სადაც უნდა მოხდეს, ანუ მილში. შესაბამისად, განაყოფიერება ვერანაირად ვერ მოხდება. ასევე არსებობს ისეთი პერიოდი, მაგალითად დიაბეტს ძალიან ხშირად აქვს პრობლემა იმისა, რომ განაყოფიერების უნარიანი სპერმა შეიძლება არ იყოს. შეიძლება ხდებოდეს ოვულაცია, მაგრამ არ ხდებოდეს განაყოფიერება. ამიტომ ექიმი ყველა შემთხვევაში საჭიროა და ძალიან ხშირად გვაქვს ხოლმე ისეთი სპერმა, რომელიც მაგალითად 24 საათში პრაქტიკულად აბსოლუტურად უმოძრაოა. შესაბამისად, ხარისხობრივად და მორფოლოგიით თუ არ არის კარგი სპერმა, რეალურად კვერცხუჯრედი არ შეუშვებს თავის თავში ისეთ სპერმატოზოიდს, რომელიც პათოლოგიურია. დამიზეზებს ყველაფერს მარტო ChatGPT ვერაფრით ვერ გვეტყვის. იმიტომ რომ შეიძლება პრობლემა იყოს მრავლობითი და არა ერთი უბრალოდ დროის არ დამთხევა, ხო? ყველაზე მარტივია ის, რაც თქვენ ახლა თქვით და რეალურად ეს ძალიან კარგია, რომ არსებობს და შეიძლება. და დაუშვათ თუ არასრულია ანამნეზია კრეფილი და მაინც დადგა ორსულობა შეიძლება იყოს რამე ასევე დახარვეზება ამ გზაზე, ასე ვთქვათ. რეალურად თვითნებითი აბორტიც ხათახად ამბობენ ხოლმე, რომ აი ვორსულდები და მეუნაყოფობა არ მაქვს. თუ ის შეწყვეტილი ორსულობით სრულდება ეს ორსულობა, ისიც უნაყოფობაა. და არსებობს კიდევ ესეთი რამ, როდესაც ერთიც ჯანმრთელია, მეორეც ჯანმრთელია, მაგრამ უბრალოდ მათ არ ყავს შვილი. რატომ? ამას სჭირდება მრავლობითი კვლევა, თუნდაც გენეტიკური კვლევა, თუნდაც ის რომ შეთავსებადობა აი ამ გენური მუტაციების როგორ აქვთ ამ პაციენტებს. ყველაფერი რომ შევკრიბოთ, ანამნეზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სად დაიჭერ იმ მიზეს, რაც დაუშვათ, შეიძლება ამ წყვილს კონდეს. თეაიქიმო, დაუშვათ ჩატარდა კვლევები, კარგი პასუხები აქვს უკვე წყვილს და შეიძლება მაინც არ იყოს დაორსულების კი, ძალიან ბევრი პაციენტი swams, აი მეც ჯამთელი ვარ, ჩემი მეუღლეც ჯამთელია. ყველაფერი კარგია. დაუცველი რეგულარული სქესობრივი ცხოვრება აქვთ და ისე და არ დადგა ორსულობა. ნუ რა შეიძლება იყოს? აქ შეიძლება იყოს დაუდგენელი გენეზის უნაყოფობა, არის ესეთი დეფინიცია უშვილობის. რადგან დაუდგენელი, ამიტომ რომელიც უკვე საჭიროებს, ანუ შეიძლება იმუნოლოგიური შეუთავსებლობა იყოს ზუსტად და
არ ხდებოდეს ამის გამო ორსულობა. ამიტომ ეს უკვე საჭიროებს დამატებით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების გამოყენებას, თუნდაც ინსემინაცია, თუნდაც ინვიტრო განაყოფიერება. დღეს მედიცინას შესწევს ამის საშუალება, რომ სრულად გამოიკვლიოს პაციენტი. გენეტიკა ვახსენეთ ხა და ეს დნმ-ის ფრაგმენტაციის გავლენა ორსულობაზე როგორ ძალიან კარგი კითხვა დასვით, იმიტომ რომ აი ვთქვით, რომ მამაკაცსაც სპერმოგრამა კარგი აქვს, მაგრამ დნმ ფრაგმენტაცია არის, როდესაც დაზიანებული არის სპერმატოზოიდის შინით დნმ. ამ შემთხვევაში სპერმას აქვს გან მოძრაობის უნარიც, განაყოფიერების უნარიც, მაგრამ რაც ჩვენ შევძელით, რომ დავაკვირდეთ ორგანიზმის გარეთ, შეიძლება ეს ემბრიონი არ მივიდეს ბლასტოცისტის სტადიამდე, ან მივიდეს ბლასტოცისტის სტადიამდე, გავაკეთოთ გენეტიკური ტესტირება პრეიმპლანტაციური, რომ გამოვიკვლიოთ გადატანამდე და მივიღოთ ანეუპლოიდური, ანუ გენეტიკურად გაუმართავი ემბრიონი. ეს ლაბორატორიაში ინვიტრო, როცა ჩვენ გარეთ ვაკეთებთ ამ ყველაფერს, მაგრამ როდესაც პაციენტი თავად ორსულდება და არის ხშირი თვითნებითი აბორტები, ერთ-ერთი მიზეზიც შესაძლებელია იყოს სპერმის მაღალი დნმ ფრაგმენტაცია. რა პერიოდში ხდება პრობლემა, რომელიც იწვევს უნაყოფობას, რეალურად ჩვენ ვხედავთ მხოლოდ მაშინ, როდესაც ვაკეთებთ ინვიტრო განაყოფიერებას, რომ მივიღებთ კვერცხუჯრედებს, ვნახულობთ მათ ხარისხს, ხო? გავანაყოფიერეთ, ვნახეთ განაყოფიერდა თუ არა. მერე სულ მივყვებით, ანუ როგორ განაყოფიერდა, რამდენად კარგი ემბრიონი მივიღებთ, ჩვენ როცა ვსაუბრობთ ემბრიოსკოპზე მაგალითად, რომელიც გვაქვს და ანუ მისი ვიდეო ჩანაწერი რომ გაშიფროთ, წარმოიდგინეთ, რომ შეიძლება ემბრიონი გახდეს 4 უჯრედიანი, მერე უკან დაბრუნდეს გახდეს 2 უჯრედიანი და ეს ნიშნავს, რომ ის აუცილებლად გენეტიკურად არაჯანმრთელი იქნება. მაგრამ ამას ხომ ყოველთვის ვერ დაინახავთ. მე მაგ ერთი ესეთი კითხვა, თუ ქონიათ ესეთი შემთხვევა, ანუ ვატრიალებ ახლა ამ შემთხვევას, რომ აი მრავალწლიანი ეს უშულობა არის წყვილს შორის და აი ამ მეთოდით დადგა მერე ფელძიმობა. ოღონდ თქვენ ხო ჩვეულებრივ ყოლია პაციენტები გაგვიკეთებია ინვიტრო, მიგვიღია ორსულობა, გაუჩენიათ ბავშვი და მოდის რომ აუ ექიმო ისევ დამერღვა მენსტრუაცია, ისევ გადამიცდა ციკლი. მოდი გავაკეთოთ ტესტი. არა ექიმო რა ტესტი ხო იცით ხო გახსოვთ და ტესტი, ანუ თავისით დაორსულებულა ინვიტროს შემდეგ საკმაოდ ბევრი შემთხვევა არის. თან მაგალითად ჩაიტარა სტიმულაცია, დაუშვათ მივიღეთ ემბრიონი, ან არ მივიღეთ ემბრიონი, ან არ მივიღეთ ორსულობა. მაგრამ შემდგომ უკვე აი ეს სტიმულაციაც კი ასწავლის ჩვენს ორგანიზმს, როგორ იმუშაოს სწორად, როგორ მოახდინოს ოვულაცია სწორად, როგორ განვითარდეს ის კვერცხუჯრედი. ესეც სტიმულია. სტიმულია ისევე ქალისთვის, ასევე მამაკაცისთვის, იმიტომ რომ ჩვენ ყოველთვის ვნიშნავთ იმ პრეპარატებს, რომლებიც აუმჯობესებს სპერმის ხარისხს და ასე შემდეგ. და რეალურად დაორსულდეს თავისით. და ასევე ის პაციენტები, რომლებსაც დაუშვათ ჩატარებული აქვთ უამრავი კვლევა, უამრავი ინვიტრო განაყოფიერება და როცა ჩაიქნევენ ხელს, რომ აღარ მინდა არაფერი და დავამთავრე, შემდგომ ისინი ორსულდებიან. იმიტომ რომ აქაც ფსიქოლოგიურად აღარ ელოდები, რაღაცას რო ელოდები, ძალიან დიდი სტრესია და სტრესი ავნებს აბსოლუტურად ყველაფერს. შესაბამისად, სულ ვამბობ, ბავშვები იბადებიან ჰარმონიაში. ამიტომ ნაკლები სტრესი. კარგი დასასრული იყო ჩვენი საუბრისთვის ეს ფრაზა, ბავშვები იბადებიან ჰარმონიაში. ჰარმონიისთვის კიდევ ბევრი რაღაცა არის საჭირო. როგორც წყვილში, ასევე დაუშვათ ექიმებთან ურთიერთობაშიც და როგორც მივხვდი, ChatGPT ძალიან კაი ტიპია, მაგრამ ექიმებთან უნდა გადავამოწმოთ მაინც. კმაყოფილებიანი ხო ექიმები? ძალიან კაი, მადლობა, ძალიან დიდი. გაქვს პიგმენტური ლაქები? დერმატოლოგიური ბრენდი დერმედიკი გვთავაზობს პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო კონცენტრირებულ ღამის კრემს, რომელიც ანელებს კანის დაბერებას, აუფერულებს არსებულ პიგმენტაციას, სუბუქად და უსაფრთხოდ ასუფთავებს კანს მკვდარი უჯრედებისგან, არბილებს ეპიდერმის და ხდის მას ელასტიურს. არის არაკომედოგენური, ჰიპოალერგიული, აქტიური ინგრედიენტებია თერმული წყალი, ვიტამინი C, ვიტამინი A, შიის კარაქი, ალფა ლიპოინის მჟავა, ავოკადოს ზეთი, კოკოსის ზეთი და ალაგ დოილი.